დღეს. აბა, ვინ უფრო მაგარ ჯანზეა და ტანზეა. ვაიმე, არ შემიძლია. ორ ხმაში ვერ გესაუბრებით, არ შემიძლია. არ შემიძლია. წავიდა ჩემზე ჭორაობა. ერთად ცუდად გავხდი. ჩემ მწვარი დროშას გადავცემ. ანას? ანუ თქვენ მწვარი დროშა გადაეცემა ანას. ორი ხმა აქვს ანას, გილოცავთ მეგობრებო. ვაიმე, ეს ღამურაა. ღამურაა, ხო? აი. Shoop 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 biru biru shoop 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 biru biru. One good one, rise and shine. დილამ მშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო, მე დავბრუნდი სახლში და დილას ვიწყებ ენერგიულად ვარჯიში, ცეკვით, თამაშით. 5-დან 7-მდე ავედით, უკვე პროგრესია. მე მგონი მინიმუმ 100 ჯერ უნდა გააკეთო. მოკვდება ხა. რა ხდება, დავით? ვარჯიშის დროა, ძმაო. არ მოგდოს ბიცეპსი, რაღაცა, ტრიცეპსი. მყერდი? იცო? თქვენ კიდე ჩემო მეგობრებო შეაფასეთ, აბა? ვინ უფრო მაგარ ჯანზეა და ტანზეა? მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ გოგოებს მოსწონთ ძლიერი, დაკუნთული და ათლეტური მამაკაცები, როგორიც მე ვარ. ჩამოდის ტელეფონები და ვხედავ ვიდეო, სადაც გავედი თუ არა ოთახიდან არის რომ მე ისტერიკა და ისტერიკებში ვერ ჩავარდები და ისტერიკა ვერ ვიქნები. შუაშია ეგ. დაანთავშია. უსამართლობას თუ ხედავ და ჩუმად ხარ, არ ხარ სამართლიანი ადამიანი. ლოგიკურია, ხო? მე ბოდიშით ისტერიკას ვერ დავემგვანები ახლა. დაო, რა ხდება, ლელუა? ვინ არის ისტერიკა? ანუ ვინმეზე არ მithოს მე ისტერიკა, მე ვთქვი რომ მე ვერ დავამგვანები ისტერიკას. ანუ სამართლიანობაზე ვადაუშვათ, უსამართლობაზე ვინც ხმას იღებს ის ისტერიკა? ანუ რა ფორმითაც არის ეს, კი, მასე გამოიყურება. როდესაც ანუ ლელუ ისტერიკაა? არა ვიცი, არა ხახნო ისტერიკა დამშვიდი, უბრალოდ როცა ადამიანი გეუბნება დამშვიდი, დაწყნარდი, აცადე ლაპარაკი და შენ მაინც ეჭყრები და მაინც აგრძელებ საუბარს, ეს უგრძელობაა და სირცხულია ჩემი აზრით. გაქვს კონკრეტულად საუბარი ხო? ვაი მე ლელუ ეგეთი სიტუაცია რომ მარტო შენთან არ იყო და სხვებისთვისაც რომ მიუმართიათ მსგავსად, ხო ორჯერ ორია. ვაიმე, აი ეგ რაღაცა სასწაულები დატარიალდება მე გავა. აბა რა ხდება? თუ შეიძლება, ხო? რა ხდება? ანუ რამე მოხდა, როდის იყო ეს მოსაწევში ესე შემოდიოდით ჩვეულებრივად, დაგვისხედით აქ და რამე მოხდა? ანუ არ გვაქვს უფლება რო აქ დავსვათ. უფლება გააქვთ, მაგრამ ესე ვზივარ ახლა ანასთან საუბრობ და მოხვედით რაღაცა ისე რა, სავარაუდოდ ჩემ ჩასაჭერად, ხო? რა შუაშია. მოსაწევში შესვლის უფლება არ გვაქვს. ოთახში რო საჭმელი შევიტანოთ, იმის უფლება არ გვაქვს. საერთო სივრცეში წყნარად ვიყოთ, იმის უფლება არ გვაქვს და ძალიან ბევრი კიდე რაღაცები არ შეგვიძლია და საერთოდ ამ სახში რაიმე შეგვიძლია. ეხლა აქ შემოხვედით და მე ვალდებული ვარ, აბა მუზები შემოვიდნენ. აბა შემოვიდნენ მუზები, ლელუზის საუბრობს, როცა ვაიმე, ლაბის გამოიწიაო, ხალხო დავახას რო არ გაეყვანა, არ ვიცი რა იქნებოდა და თვითონ თქვა. ვაიმე, რას ლაპარაკობ, გოგო, რა ბლა, ანუ ამ წელს რა ბრალდებას უყენებს დავითს, რომ კიდე კაი ჯავახამ გაიყვანა დავითიო. თორე ჩვენსკენ გამოიწეოდაო. ანუ თქვენ გინდა თქვათ, რომ დავითი თქვენს ცემას აპირებდა. არა, მაგას არა, იცი რა, ნუ ატელებ, შენ გჩვევია ფაქტების დატრიალება და კუდების მობმა კიდევ აი ჯავახ გამომიყვანე, თორე არ ვიცოდი რას გავაკეთებიო. აი ეს, მაგრამ ეს ესე იგი შენთვის ნორმა. სად არის შენი ქალური სოლიდარობა, ლელო? შენ ქალური სოლიდარობის გულისთვის დროშა გადაეცი და ამ მომენტში კიდე ხარ გაჩუმები. ვაიმე, მე შენ ხარ გაჩუმები.
არ ვიყავი გაჩუმებული, მე დავით ვუთხარი რომ ეს არის არასწორი, დავით გოგოებთან ესე არ უნდა გაგეკეთებინა, მაგრამ გოგოებო, კაცრო პირად შეურაცხყოფას აყენებ და თვით მოყვარეობაზე ურტყავ, ჩვენ შეიძლება ხარ აუწიოთ. თქვენ უბრალოდ ხარით და თუგადუნი ხარ და იცი რა ნიშნავს? კი, მე კარგად ვიცი. არა, ეს ნიშნავს რომ არაფერი არ გესმის. გავდივარ ოთახიდან, იმიტომ რომ არ მინდა კონფლიქტში შესვლა, იმიტომ რომ ნებისმიერ სიტყვას აი ესე შემომიტრიალებენ და შესაბამისად არ მინდა რომ კონფლიქტში შევიდე მათთან, მაგრამ მათ უნდათ ჩემთან კონფლიქტში შემოსვლა, იმიტომ რომ იციან რომ მე ამით უფრო გავშავდები, ფსიქოლოგიურად ჩვეულებრივად ძალადობენ ჩემზე. ერთი წუთი, მე მაინტერესებს, რატო ცდილობ ორი მუზას რეიტინგები დააგდო და ამხედრო მთელი ჰაუსის წარმომადგენლები ჩვენი წინა. ვაიმე, არ შემიძლია. ორ ხმაში ვერ გესაუბრებით, არ შემიძლია. არ შემიძლია. არ შემიძლია. თქვენ აქეზებდით ანას, რომ ჩემთვის წითელი დროშა მოეცა და რო არ მომცა წითელი დროშა, ამიტომ ჩააჭირეთ მერე ანას. ძალიან გთხოვ თავი დამანებეთ ინაც. ანუ დანებებული ხარ, ლელუ. არა, მივდივარ მომყვებით ყველგან. ანუ სადაც მივდივარ ყველგან მომყვებით შენ მივდივარ. აღარ საუბრის დასრულება. არ იმიტომ რომ უაზრობა არა, იმიტომ რომ შენ მაშავებ და ინტრიგნობებს აკეთებ. ლელუს აქვს რაღაც უცნაური როლი მორგებული ჯავახას უფრო მაგონებს, იმიტომ რომ აი ესე ლაპარაკში დადის აქეთ იქით და არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აზრი დაუფიქსიროთ, რომ მე თქვას, რომ აი მუზები დამდევენ, მუზები თავს მესხმიან. ლელუ მოდი და ესაუბრე, გეხვეწები. ჩემთან იჭუბან, რომ რამე კონტენტი შექმნან, რომ ჩემთან ჩხუბის კონტენტი შექმნან, რომ მათმა გულშემატკივარმა კიდე უფრო გამაშაოს და დამაბულინგოს და შეუქმნას ეხლა ანას და რა კონტენტის შექმნა გინდოდა უკაცრავად. ვისეუბნები. შენ გეუბნები სიმართლეს და სამართლიანობას. ჩხუბის კონტენტის შექმნა ხუბი არა, ისტერიჭკა რომ გამოვედი და თქვა ისტერიჭკა შენ თავზე მიიღე, მაგრამ ზოგადად თქვა ამ ადამიანმა. არა, ადამიანო, ჩემ თავზე კი არ ისტერიჭკა ხარ და შენ თავზე მიიღე, ლელუ ძალიან დიდი ბოდიში რა. მე კითხვა დავსვი ვიზეთ გითხოვ. მე მგონი უნდა მოისმინო და მე თქვა მე ვიზეს რა, ესე და ესე რომ იქცევიან, შენ თუ ეგრე იქცევი, ანუ ისტერიჭკა ხარ. ლელუ სჭირდება ეხლა ადამიანებთან კონფლიქტი, როგორც მუზებს სჭირდებათ, რომ ყველასთან კონფლიქტი დაიჭირონ და ესე მე უცებს სხვების როლი მოერგონ, იგივე ანალოგიური სიტუაცია არის ლელუსთანაც. ეს ჩვეულებრივად არის ტაქტიკური სვლა, ჩემო მეგობრებო, სხვა არაფერი არა. მწვანე დროშების დასახელება იწყება ჩემო მეგობრებო და მე მინდა ან ყველაფერი ან არაფერი. ეს იმას ნიშნავს, რომ ან ღმერთის წყალობით თუ გადავედი ფინალში, იქ ვიყო ბოსი და არა ნახევარ ფინალში. აი მე მარიამ როგორ ხარ? როგორ ხარ? კარგად. ჩვენი ვრად შენ. კარგად, მეც ძალიან დიდი მადლობა. ორ მუზას და დავით ვულოცავ სახში დაბრუნებას, გილოცავთ მეგობრებო და წარმატებებს გისურვებთ. სანამ დავიწყებთ, გეტყვით, რომ ჩვენი გადაცემის გენერალური სპონსორია ემბაუდი, სადაც ყოველი დეტალი ქმნის კომფორტს. დავიწყოთ მეგობრებო, ავარჩიოთ ახალი კვირის ბოსი და მობრძანდი დავით ჩახარ პირველი. მადლობა. საინტერესო ვის გადასცემ მწვანე დროშას და რატო? კი ბატონო. ეხლა მე ამ დროშას გადავცემ ადამიანს, რომელსაც ძალიან უნდოდა ყოფილიყო ბოსი. მე ვიხდი ეგრევე. გილოცავთ ჯავახ, მობრძანდი ახლა შენი ჯერია, ვის გადასცემ მწვანე დროშას და შენ რატო? მწვანე დროშას გადავცემ ანას, იმიტომ რომ ის არ ყოფილა ბოსი და ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის. ანას გადასცა ჯავახა მწვანე დროშა. ლელუ, ჩემი მწვანე დროშა გადაეცემა ადამიანს, რომელიც არის ძალიან ჭკვიანი, ძალიან სტრატეგიული, ძალიან მაგარი მოთამაშე, რომელმაც ფაქტობრივად ყველა შეუსრულა. რა ხდება ამ ჰაუსში? ეს არის თინათინი. ჩვენ ვართ ორი მუზა. არა, ეს გადმოგეცემა შენ, თინა. ჩვენ ვართ ორი მუზა, მადლობა ლელუ, მაგრამ ჩვენ ვართ ორი მუზა. აქ და დიანა უბრალოდ აკეთებს იმას, რომელსაც თინათინი ეუბნება. გონი უნდა რომ ჩვენს შორისაც შუღლი ჩამოაგდოს. არა მარტო მაგას, მაგრამ არავის არ გამოუვა ეს. ასე თუ ისე ლელუმ შეიძლება თინათის გადასცა მწვანე დროშა, მაგრამ ლელუმ ორ მუზას გადასცა მწვანე დროშა და გილოცავთ გოგოებო. ახლა ანა მობრძანდი ჩემთან, საინტერესო ვის გადასცემ მწვანე დროშას და რატომ? ჩემი მწვანე დროშა მინდა გადავცე ადამიანს, რომელსაც ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა ამის და ესე ვთქვათ, მეხმარები. თუ შეიძლება excuse me, გააკეთე ახლა hold on, ანა.
ჯავახას გადაეცა კიდევ ერთი მწვანე დროშა და ჯავახას არ ჯერა. ანუ შოქშია, ორი მწვანე დროშა არა, ერთხელ დაუბრუნე შოქშია. ორი მწვანე დროშა. ეს რანაირად? აუსრულდა ოცნება. გიხარია? ხდება შემოგარგო. შემოპატარებ რამდენი ხანი გელოდებოდი. იცი? მე მგონი ჯავახას რეიტინგი აეწია, თორე ანა აი ესე პროსტა რა მწვანე დროშას არავის არ მისცემს რა. ორი მუზა. მოგწანდით. ჩემთან საინტერესოა, ვის გადასცა მწვანე დროშას და რატო? აი ხალას თუ აუცდი და გადაეცემა ადამიანს, რომელიც არის, რა თქმა უნდა, აქ ახალი მონაწილე, ვიცი რომ გაუჭირდება, მაგრამ უნდა თავის თავი გამოხატოს. იმიტომ მხოლოდ ამიტომ გადაეცემა მწვანე ორი დროშა. კვირა და იმედია კი ბატონო. ანუ თქვენი მწვანე დროშა გადაეცემა ანას. რა თქმა უნდა, ეხა ისე ჩადაქალდნენ და ისე შეიყუჟებიან ხოლმე ოთახში ესე მყუდროდ საყვარლად და იჭორავებენ რომ ვის არა თუ არა ანა. მოკლედ ორი ხმა აქვს ჯავახას და ორი ხმა აქვს ანას. გილოცავთ მეგობრებო, თუმცა დღეს ვინ გახდება კვირის ბოსი, ეს უნდა გადაწყვეტოს ლელო. Oh my god. რა ხდება ამ დროს? ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე. აქეთ ჯავახა, აქეთ ანა. და დანარჩენი მონაწილეების ხმები კი გადანაწილებულია ამ ორ კანდიდატზე, ამიტომ ლელო შენ უნდა გადაწყვიტო ვინ გახდება კვირის ბოსი. და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ გადაწყვეტილება ვინ უნდა მიიღოს ხალხო ჩემმა დაუძინებელმა მტერმა ლელუმ ხალხო. მე ჩიტი შემოგვენდა. აი მე ნეტარი ეს ნიშანია. ხალხო მე და აი ეს გამურაა ხო? გამურა ხო? გამურა კი. აი, თქილას დამშვიდით. ხო ხედავ ჯავახ, არ არის შენი ბედიის ბოსობა. ყოველთვის რაღაცა გიშლის ხელს. ამან კიდე ლიშბი გაშიშო. დაისა, დავიჭერ გოგოებო. დამშვიდით. ჯავახ მაგრა იჭერ ძა. აი, საერთოდ რა ვკნა აბა, აი. სად არის? ჯავახ დაჯეკით ხო? ესე იგი, ახლა ამჟამად სახლში ბეტმენის და სუპერმენის ჭხუბია ხალხო. მოკლედ მეგობრებო, ჯავახა ამ ღამურას თუ დაიჭერს, ხო ვერასდროს ვერ ეღირსებოდა ჩემი მწვანე დროშა, მაგრამ ეხლა მივცემ უბრალოდ ეს ღამურა დაიჭიროს და გააგდოს. ნიკოლოზ ჯავახიშვილი ადგა თავისი მაიკა გაიხადა და მისდევს ბეტმენს ბოლოს ვერ დაიჭირა, მაგრამ ბეტმენი როგორც ყოველთვის აუში ჯავახას გაურბიან ხოლმე ისე გაიქცა. მოკლედ ლელო საკმაოდ რთული მისია გაქვს. ხო, ნამდვილად ძალიან რთულია. ასე და ამგვარად. ლელუ იღებს გადაწყვეტილებას. ჩემი დაუძინებელი მტერი. დროშა გადაეცემა ჯავახას. ვაუ! აიმე. ხალხო, მე ბოსი გავხდი. არ მჯერა უბრალოდ რა ხდება ამ სახლში, რაღაცა დავღვევა ხო არ ხდება, ნამდვილად მოხდა ეს ყველაფერი. ლელო მინდა იცოდე, რომ ეს მწვანე დროშა არაფერს არ შეცვლის. მივულოცოთ ჯავახას. ეღირსა ნანინა ტრიბოსობა. ჯავახ, ჩემ და შემოქმედაზე მხოლოდ კვირის მთავარი წვეულება. მეგობრებო, მე დაგემშვიდობები, შეგიძლიათ უკვე მივულოცოთ ჯავახას. გილოცავ ძმაო, გილოცავ და აგიხდა ოცნება ჯავახ. და თქვენს წინაშეა ჯავახ პირველი უდიდესი. და დღეიდან მარიამ შენ მოგენიჭა სტატუსი ჩემი ბოსობით და ჩემი მეფეობით, რომ შენ ხარ დღეს და ერთი კვირის განმავლობაში ჰაუსის დედოფალი, იმიტომ რომ გვერდზე მეფე გიზის ჩემო ამაზო გესმის ეს ჩემი სიტყვები. შენ ნამდვილად შეგიძლია თქვა, რომ გვერდზე გიზის ბიჭი, რომელიც არის უკვე ჰაუსის მეფე. ჩემო დედოფალო. მოკლედ ნანატრი ბოსობა ხო მოვიდა ჩემამდე თავისი ფეხით ხალხო. ეს ლელუ და ეს მუზები ყველანაირად ცდილობენ რომ სათავისად გამოიყენონ ეს შემთხვევა და თავიანთ პრობლემებზე თავიანთ აზრებს აფიქსირებენ და არ მაცდიან იმას რომ აი ამ დიდ სიყვარულში და ოცნების გზაზე ბედნიერი ვიყო ხალხო.
მივუტანე დროშა. მე ხო კარგი მეწეშეზე არაფერი გადაცემის დროსაც კი აი ესეთი შენი წაკბენები და აი ესეთი არასწორი ნარატივები გაავრცელე. რა არის არასწორი ყვიანს გეუბნები რო ხა? კი, შენი იძახი რომ მე ვარ მოთამაშე და ყველანაირად ვცდილობ რომ მონაწილეებს. სტრატეგოსი, ჭკვიანი, ადამიანი რომელმაც ყველა შეუსრულა, ეს არის ცუდი. მარია მაგინა ჩაეხუტნენ. ტასომ ნაგავთან არის თქვენი უადგილიო, წავიდნენ და ჩაეხუტნენ და ედაქალებიან. ანამ დრამებს დგავენ მუზეუმში და წავიდნენ და ეხა ედაქალებიან. ანუ ადამიანობაა ჩემი ეს, მეგობრებო, თქვენს მიმართ, რომ მე თინათის წვანე დროშა მივეცი. თან ახსენი არგუმენტირებულად, რომ ადამიანი არის ძალიან ჭკვიანი. ლელუსთან ხო საერთოდ ანუ სიტყვის ხმა არის ურთულესი. მაგრამ ლელუ აგრძელებს თავის შეურაცხყოფებს და დიანას უბრალოდ აიგნორებს. თითქოს აქ არც იყოს. სტრატეგია ჩვენ არ გაგვაჩნია. და ბოდიში ხო მე ხო აქ არ ვარ პიროვნება. შუაშია, მე თინათის ვესაუბრები. ძალიან რო ხარ შემოსულები, დიანა არ ნიშნავს რომ აუცილებლად ორივეს უნდა გესაუბრეთ. შენ გამოხატე რომ დიასაა მონაწილე და არა ლელუ. ლელუ არ გვაცდის საუბარს, ისევ გარბის და ცდილობს რომ ყველანაირად აჩვენოს ვითომ მუზები თავს ესხმიან, რომ კადრში ესე გამოჩდეს. მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა მომხდარიყო ჩვენს შორის, აი ესეთი უპატივცემულობა ადამიანის მიმართ, რომელთანაც ოდესღაც მეგობრობდით, რომ შენ აქ არ არსებობ და მე მწვანე დროშას ვუკოცნედი ამ ადამიანს და სიმღერებს ვუმღეროდით. ჯავახა ახალი კვირის ბოსია და ჩვენ ვთხოვთ, რომ მან აზრი დააფიქსიროს იმ შეურაცხყოფაზე, რაც ლელუმ მოგვაყენა. ანუ ესეთი შეურაცხყოფა მონაწილეების მიმართ ნორმალურია. ესეთი შეურაცხყოფა, რომ მე ვარ უბრალოდ როგორც დანამატი? პროტეინი ხარო? პროტეინი ხარო? ანუ ჯავახ, მიდი ხელი დააფარე, როგორ ეს ვაფარებ, გოგო, მითხარით რა ხდება? ჯავახა თავს იშტერებს, ვითომაც არაფერი არ გაუღია. რა იყო? პროტეინი. არიჯექი მანდ და არ უსმენდი რაც ხდებოდა. ჯავახას არ შეუძლია ლელუზე რაიმე თქვას, ეს ჩვენ უკვე დავასკვენით გუშინდელი ლაივიდან გამომდინარე. ჯავახა ლელუზე არაფერს არ იტყვის. ამიტომ უბრალოდ ყურები მოიყურა. უი, რა იყო რეცი? ესე დაგარი გესოესტიო? ესეთი არაფერი არ იყო. აი, კარგი. მაცადეთ, გეხვეწებთ, 2 წამია გავხდი ბოსი. ყოველ კვირას ახალი ბოსი პირველი რაც უნდა გააკეთოს აზრი დააფიქსიროს და იმასაც არ აკეთებს. აზრის რაზე, ვაიმე, რაზე? ეხლა უნდა ჩემი აზრის დაფიქსირების მოსმენა გაიგე, როცა ბოსი გავხდი, რატო არ აფიქსირო? ჯავახარის ადამიანი რომელიც ყოველთვის და კაბელგა თავის სამართლიან ჯავახარის ის ადამიანი რომელიც ყველა სიტუაციას იყენებს თავის სასარგებლოდ. რომელი სიტუაციას ლელუს ნაბიჯის შემდეგ განვითარდა. ინტერვიუს ოთახში შევედი და დაიწყეთ საუბარი. ვერ გავიგე, მე მეძახი. მქონდეს ამას გავაკეთებდი. თავზე გვემხობა მთელი სახლი და ამასობაში დავითი. დიახ. მოვეცი. ავიდა ჩემზე ჭორაობა. გოგოებთან შევედი ოთახში, უბრალოდ რომ მომესმინა მათი აზრი, რადგან იმაღალ-მაღალში ფიზიკურად შეუძლებელი იყო რამის გაგება. ეხა შევიდა, წავიდა განხილვები და ჭორაობა ლელუზე. ოთახები ჩაკეტილი არ არის, არავის არადაის შეზღუდვა შესვლაზე არ აქვს, უბრალოდ საჭირო დააკაკუნუნდელო და თუ საუბარი გინდა, შეგიძლიათ შემოხვიდეთ. ანუ აპროტესტებს იმას, რომ ჩვენ ვართ ერთი მონაწილე. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ჩვენ ერთმანეთი გვყავს და ამით ძლიერები ვართ, იმიტომ რომ ერთმანეთის ვამშვიდებთ და ერთმანეთს ვაწყნარებთ. მორიგი პროვოკაცია ლელუსგან. ცდილობს რომ როგორმე მწარე სიტყვებით ისევ დივად მოაჩვენოს მაყურებელს თავი. ეს ვისი ნარატივია მოთამაშე. ეს ვისი ნარატივია და საიდან მოდის? შემოდი. გოგოებო, აბა კარგ ჭორაობას გისურვებ. არ შენ კიდე ძალიან კარგი იქნება თუ მოვაძანდები და ერთად ვისაუბრებ. იმიტომ რომ ჩვენ რატომ არ მივეცი? შეგრე გამოიწევთ და ძალიან გთხოვ შემოდი და ერთად ვისაუბროთ. ლელუ ძალიან არა, იჭორავეთ გოგოებო. ლელუ გვესაუბრე, გოგო, გვესაუბრე, რა მოგივიდა, რა გჭირს? ეს ყველაფერს ჩემს ვიგდე, თქვენი ინტრიგ
ინტრიგნები ხარ. დიანა, ინტრიგნები ხარ და შესაბამისად მე მაშავებ. ცილამდე რომ შევეწოვე ოთახში და რაიმე манипуляცია მოეხდინათ, რისებ გავეშავებინე ხალხის თვალში და მე ამას არ აპყრები. ადამიანს ზონები შემოდი და ვისაუბროთ. უნდა გადის. ადამიანი არ ანუ ყველანაირად გაურბის საუბარს. რა გავაკეთო და მე იმას აკეთებს რომ გამოვეკიდოთ და მე თქვა ხალხო დამსდევენ ხალხო აღარ შემიძლია აი ამას აკეთებს ლელუ ენა გადატყავებული უკვე გაქვთ მაგრამ ბოლომდე გააკაჩინეთ ენას კიდე დარჩა 1 კვირა მინიმუმ და მაქსიმუმ 2 კვირა აი რატო არ მივეცი ანას ანუ ანას რო ეჭორავებოდა მაშინ კარგი იყო ანა ხო ანუ ჩემთან რო ეჭორავდა მაშინ კარგი იყო ეხლა კიდე რო რაღაც აზრები შემეცვალა და რაღაცები შევამჩნიე ეხლა უიცუდია ხო ლელუსთვის ადამიანი რომელიც არ ეთანხმება ეგრევე ცუდი ხდება მაგისთვის და შეიკრა სამეული ტრიო, შესანიშნავი ტრიო. ანუ ლელუ შემოდი ოთახში, ნუ გამირბიხარ, მოდი რომ გესაუბრო, მოდი ჩვენთან. ეს ადამიანები და მათთან საუბარი რო არ მინდა, რატომღაც უკვირთ მეგობრებო? მოთამაშე ხარ ყველას შეუსრულე, ჯერ ერთი შეუსრულე რას ნიშნავს? მე მგონი არ არის კარგი ისა, გაგებით ეგ სიტყვა ნათქვამი. ბევრი გაქვთ სალაპარაკო. ძალიან გოგოებო ყავა ხომ არ გინდათ? ყავა ხო არ შევაწოდო გოგო, პროსტა რა იაზვა, შოქში ვარ. ყავა შემოგაწოდოთ? რო კარგად იჭერავთ სამივე? რატო იქცევი? ესე იაზურად უბრალოდ რატო იაზურად? ეს არის შემოთავაზება. მუზებთან თავსაუბარს ვარიდებ, ვინაიდან ახლა უკვე მე არ მინდა ყვირილი. რას აღარ კარგი? თუ ყავა მოგინდებათ დამიწევთ. რას აღარ კარგი? რომ მოგაწვნით ანასთან ერთად რომ კარგად იჭერავთ. შემოდი ლელუ შემოდი სახე აღარ დაკარგო რა სახე თქვენ დაკარგეთ დაიხვიეს ყველა თითზე აი ესე გადაუარეს კატოკივით ყველას მაგრამ მე დავბრუნდი სამართლიანი როგორიც ვიყავი და ისეთი ადამიანი რომელსაც არასოდეს არ ეშინია სიმართლის თქმა თუნდაც ამისთვის ჩაქოლონ ჩემო არმია გამომყევით, რადგან ახლა საბრძოლველად უნდა წაგიყვანოთ მთებში. გამარჯობათ. მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი უბრძანება სასწორებაში ესკეილაკიში. როგორც გავიხე, ჯავახ შენ ამ კვირის ბოსი ხარ, შესაბამისად ორი ადამიანი შეგიძლიათ დააწყვეტოთ და შეაჯიბროთ ერთმანეთს. შესაძლებლობები დღეს არ გამოადგა დავით. ის რაფაზე არ იყო ძმა. კარგი, მიდი თავი იმართე, როგორც ყოველ საკეთებულო, მიდი. აუ. სარამის არა. ნუ გეშინია დაო. ჩემო მეგობრებო, ახლა რო ახლა როგორც ჰაუსში შვებით ხოლმე ეგრე არ გააკეთო. შენ შეწოვე და ფეთი არ ჩაატა. აი ესე დინატინ სანტინატინ შენ ლევ. ოპა. მიდი დაო, მიდი რამე ქენი გოგო უნდა გაიმარჯო. მაგრამ თინათინს რთული ხაზი შეხვდა თინათინ. ძალიან რთული. მიდი დაო, მიდი გააგრძელე. მიდი თინათინ, მიდი დაგიჭერ, გადმოხტი, მიდი, აქეთ ცოტა უნდა გამოვიწევი, რომ კარგად დაგიჭირო. ახლა მოდი ფსონს გავაკეთებ, ვინ გაიმარჯვებს დიანას და ანას შორის, გაინტერესებს? წავიდა ჩემო გოგო. წავიდა.
ჭირი არ მოხდა, ხო? ჩემო უსაყვარლესო მეგობრებო, ესე იგი მე და ამათ ლელუმ და ერთმა მუზამ გაიმარჯვა, ამიტომ ახლა მე შემიძლია ორივე შევეჯიბრო და სამივე შევეჯიბრო, ამიტომ მოდი ცოტა ხანში დავიწყოთ. არავითარ შემთხვევაში ჯავახ, მე ვუთმობ ჯავახას შემს გამარჯვებას, თუ როგორც არის გაიმარჯვა, იმიტომ რომ მე იქ ამსვლელი აღარ ვარ. იმიტომ რომ ცუდად გავხდი. მეც ნამდვილად არ მაქვს ჯავახის ნერვები და იყავი მარტო ჯანდაბას. ველოდებით სტუმარს. ესეთი მიიღება სტუმრის ჯერახილს. იღება კარი, იდუმალება. მე უკვე მეშინია რა. ბეთმენი უნდა შემოვიდეს. ვაიმე რა ხდება? აუ რაღაც ფოკუსებია, ნუ. მგონი ის არის ფოკუსი. რაღაც სიარული ძალზე ნაცნობია. ასე თქვენს წინაშეა ბონდო მამულაძე ხულელი. რა გეგონათ? როგორ გძანდებით ბონდო? შემოსვლაც ამას ქვია. რა იყო მარტივი საღამოში და არა. და შეერცეთ. I am shocking right now because Bondo is here. Bondo. Thank you very much. Guys, არის როგორ ხარ? ოხ როგორ მომენატრეთ. ბონდო იყო ის ადამიანი, რომელიც შემოსვის და დღიდან თავი ისე მოგვაწონა, რომ პირდაპირ დამსახურებლად რა თქმა უნდა მიიღო ყველა დროშა. ხო და შენი დამსახურებით წავედი სახში თითელი დროშა. მე ზოგადად ისე რომ იცოდეთ ყველაფერი მახსოვს. ანუ ჩვენთან რჩები. რა თქმა უნდა. დავბრუნდი პროექტში როგორც სტუმარი, არ ვიბრძვი გამარჯვებისთვის, მაშ ასე დაუკარითოსური ბონდო ამოსული. დიგი დიგი დიგი. ორი კვირა ვიქნები თქვენთან ერთად. Bondo is come back. Ულელი Bondo. ხმის აწევაც ვიცი და ხმის დაწევაც ვიცი. არა ძალიან მიყვარხარ. ო როგორ მომეკაჭრეთ. სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა ჩვენთვის ახლა ბონდო. კარგი გოგო ხარ. შემიძლია ის კითხრა. მეტი აქტიურობა შეგიძლია. დავით რაც შეეხება, რავი დავით გადაგორდები, გადმოგორდები. ხო თქვი ქვევრია მეთქი თუ პური. გარკვეულმა მონაწილეებმა შენზე ზეგავლენა იმოყვა. ანუ მე რასაც როგორც მაყურებელი ისევ საუბრობ, ანუ იცოდეთ რომ მე მონაწილე არ ვარ. დავითი რომელიაც არის ლელუს ქვეშევრდომი. რა არის? ქვეშევრდომი? ჯერ ეგერთი, ქვეშევრდომი კი არა, მთავარ სარდალი არის, რო იცოდე. ჯარის მეთაური. ყველაზე ძალიან რაც მე განვიცადე, მამას ვამბობ აი მართლა გულწრფელად, მუზების და ლელუს ურთიერთობის, აი
აი ჩემ შვილებს ვიცავ რომ ძალიან განვიცადე. ამან ზურგი აქცია და იმათმა გამოიყენეს სიტუაცია და ეგრევე გააშავეს. შენ გეხოცები ახლა რა ნარატივს ხედავს გარეთ ან როგორ ჩანს მითხრა გეხოცები გუშინ წინ მუზეების მხარეს წავით და დღეს ახლა ლელუს ამახებ. აი ეს ეს არის ჩვეულებრივი ჯავახას სტრატეგია ხალხნო. ორივეს ვადანაშაულებდი ბონდს, ორივეს ვეუბნეოდი რომ აი ორივე ხართ ფეიქ მეგობრები. გაჩერდი რა, ყოველ კვირას ჩვენებებს ცulis ჯავახა. შენი ფეხზე დგომა და ესეთი ხმის და იწევს რომ გოგოებიც ხმას უწევთ. გაჩერდი კიდე ვისაუბროთ, ხო რა პრობლემაა. ისე რავი არ წყალი ან ყავა რაღაცა შემოგეთავაზებინეთ რა ვიცი. ბოსი ხარ ბიჭო, ყავა რამე რომე დატრიალდი, სტუმარი ყავს. ბოსი ხო ხარ ბიჭო, შესთავაზე, ბოსი ხო ხარ. აუც ბოსი რო არ უნდა გითხრათო წადი ყავა. ეგ არ არის ბოსი. არც მეტი არსნეკლები ბონდოა მოსული და ნუ ყაყანებთ ხე შეიძლება. არ შემიძლია რა უგნიშნო რომ ეს ოთახი ძალიან მიყვარდა მაშინას და ძალიან მონატრებული ვიყავი და მიხარი რომ დავბრუნდი. მაგრამ გავსი არეულობა არ მახსოვს. სიმბოლურად მინდა თითი გავუსვო, მაინც რა იცი რა ხდება. უნდა დავიარო ერთი სახლი რა მდგომარეობაში განსაკუთრებით ოთახები, იმიტომ რომ ჩვენ დროს ყველაფერი ციკ-ციკებდა. ისე თინათინ შენ როგორი მოწესრიგებული გოგო ხარ ვიცი, მაგრამ ნუ მოგეხსენებათ თინათინს როგორ უყვარს სიკოხთავე და ჩაციკციკება რა არის. მოიცა კაცო, ჩემს უკან არაფერი არ არის. თინათინმა მისი დიდი კაბა აიღო და გადააფარა ყველაფერს და აქ ყველაფერი სუფთადა. ბინძურია ყველაფერი. რა არის ბინძური, გეხვეწები, რა არის ბინძური? მოდი ჯავა. ანუ კომენტარებში გააკეთო მაგაზე რომ ბინძურია? კაი, ბიჭო, ამაზე კი არა, ზოგადად გეუბნები, ბინძურია ყველაფერი. გასაგებია, ნახე, ახლა ვანაც წეღა რო გითხარი, მიალაგე მეთქი. ბონდო რევიზიაზე ჩამოიარა და შენიშვნა მოგვცა. როდესაც ამახვილებ ყურადღებას რა ეს არის ბინძური და ახლა იმ თემას განვიხილავ ზუსტად რომ ვინ სად როგორ და რანაირად უნდა იყოს და მაქაურობას აუცილებლად მიხედავენ ეს ადამიანები, ვისაც ეს ევალებათ და აუცილებლად მეც დავეხმარები, მაგ ყველაფერში გამოწელია უბრალოდ. მე აქ მე ვთქვი რომ ჯავახას ბრალია მეთქი? არა, უბრალოდ რას წევა ხარ, რას თითი და რას წოვა ხარ მიხარი? შენ ახლა ძალიან ჩაჭერილი გაქვს ბოსობაში და გაგიმარჯოს ბრატ. ჯავახ, გახსენებ რომ ბონდო არ არის მონაწილე და არ არის აუცილებელი რომ ჩააჭირო და გააშავო. მთელი დღეა იმას გავიძახი, რომ სახლი რეალურად არის სიბინძურეში და მთელი კვირაც სიბინძურეში ვიყავით. ვერ ვიტყოდი რომ სისუფთავეა მეთქი, მაგრამ სიბინძურია. გასაგებია რომ სიბინძურია. всё, მე რა არის ამაში სულ. ბონდო რომ ხაზი გაუსვა სახლის სისუფთავეს არ მესიამონა, იმიტომ რომ მე ვარ სახლის ბოსი. მივიღე პირადად. ანუ ცოტა ის რაღაცა, ანუ გაიარე, გამოიარე სახში ახალი მოსული ხარ. ბონდო, ეგრევე ანუ იმაზე მინუსებზე დაიწყე საუბარი რომ აქ ჩვენ ნახე რა სიბინძურე გვაქვს სახლში. ამის გამო შემოხვედი, მაინტერესებს. დიახ. ჯავახა თვალები ისე გადმოყარა, მე მეგონა გადმოვარდებოდა. მე მგონი ესე ფიქრობს რა უპასუხოს ბონდოს. გაჩუმდი? გავაგზელო? ემილია? რა ეიფორიაში ხარ ძალიან კარგად მესმის და ჩვენ მაღაზია უარესშიც ვიყავით. შემიძლია დაწმარებულ. ანუ იმ კუთხით რომ ივენთი გაქვს პასუხისმგებლობა და მე ვხედავ ამ ყველაფერს და ფიქრობ რომ ყველა მოყვება. მაგრამ ჩვენ ყველამ გავიარეთ. როგორც მახსოვს ბოსი ბოსს რომ გადასცემს ჰაუსს, ყოველთვის სისუფთავე არის ხოლმე და ამ შემთხვევაში რაც უქნია მამა შენსა, არც შენ დახევ მარმაშებსაო ზუსტად. რაც არ ქიფო ის მისი ეხლა ბინძურები ვართ ამის თქმა გინდა? ბიჭო, ამ მოცემულობაში და ამ სიტუაციაში არის სიბინძურე. რა მდგომარეობა მე წავედი და როგორები დამხვდით. თქვენც გეხებათ გოგოები ესო, თქვენც ბინძურები ხართ, ამას იძახით სადაც. დიახ, ბინძურები ვართ. ჩვენ ბონდოს მეთანხმებით ყველაფერში. This is true. ახლა ჩვენ ვიქნებით ბონდოს ქვევრები. ანუ ვერ გავიგე, მოვიდა როგორები დაქტოვეთ და როგორები ხართო ნახეთ რა ხდებაო და მარტო მე რატომ აქ ამაზე პრეტენზია ხალხო? ბოლო ბოსი დადუმდა, როდესაც პირველი ბოსი მოვიდა.
აუ რაღაც შია ძალიან. ბონდო შენ არ მოგენატრა ელით ფუდის პილმენი? აუ შენ მიდი ხორცის ელით ფუდის ელიტარული პილმენი გამოვიდა ჩავყაროთ ბარემ. გახსოვს ხო? 8 წუთი მაქსიმუმ. კი, დრო დაინიშნე. წავიდა ელით ფუდის ელიტარული პილმენი ჩავყაროთ. ამოვიღოთ მონატრებულ ბონდოს. გავასინჯოთ ისე მონატრებული გემო. მემრიელად მივირთვა მე ჩვენი მონატრებული ელით ფუდი. Bon appétit. მოგესალმებით. ვინ ბონდო, ესე იგი შემოყარგება. დავბრუნდი ამ ფანტასტიკურ სახლში, დავაბრუნე ჩემი ნივთები, რასაც ვიყენებ ძალიან ხშირად და ძალიან გამიხარდება თუ ჩვენი მონაწილეები ეხლა მიიღებენ. გავუბრუნდებიან. კი, ეხლა არ იკლავდნენ დიდად თავს, ახლა ვთქვათ, რომ დიდად არ უყვარდათ. ყველამ აიშვით და არაფერს არ აკეთებდით. დროა დისციპლინას დაუბრუნდეთ. ბონდო დაბრუნდა სახლში და ეს ნიშნავს, რომ სპორტ დარბაზი ცოცხლდება. როგორც იქნა, სარბენ ბილიქს მტვერი მოშორდა. ძლივს ადამიანი მოვიდა, რომელიც ვარჯიშს აქეთ ითხოვს. მეგობრებო, სხეულის გახურება ძალიან მნიშვნელოვანია, უკან წავედით. აბა. დავით სხვა არჩევანი უკვე აღარ დარჩა და მოუწია სპორტ დარბაზში გამოცხადება და როგორც იქნა, მეოთხე ვარჯიში შედგა. თქვენ თუ ეხლა არ მოინდომებთ, ხო? ხვაზე გმაზე. ბონდო გვინდა გააგრძე. კაი. ნუ, ეს ჩემთვის უფრო გართობა არის და მოთელვა და ხალისობა, რადგან ჩემთვის ვარჯიში ცოტა განსხვავებული რამეა. დავით, აქამდე სად იყავი, სწორედ ეხლა რომ დავითი ყოველთვის აქ იყო, მაგრამ განწყობა სად იყო? არახო არ უნდა დათვალეთ. განწყობა სად იყო, ჩემო მეგობრებო, თორე. დავით ისევ სპორტ დარბაზი საცვეკაო დარბაზში აერია და აქაც ცდილობს თავის მოძრაობები. მიდი, თინათინ, მიდი. დიდი მადლობა. კარგი რომ მაინც ბონდო, მართლა. შენ უკეთესი ვეღარ იქნები. შენ ხარ საუკეთესო. კაი, ახლა დამბურძგლა. წამოვიდა. ჩემო ბონდო, ეს ნამდვილი ვარჯიში ნაღდათ არ არის. ამიტომაც მე შემიძლია გაჩვენო როგორ უნდა ნამდვილი ვარჯიში. რა შვები? ნა, რავი, მივიწესრიგი მოვწევით. კლინ. დაულაგდით ძმაო. და საუბრობთ რა. წეგან რაღაცა დაუფიქრდი და რაღაცებს მივხვდი და თუ შეიძლება რომ ვისაუბრო თქვენთან. მიდი ვიჭურჭუკოთ ჩიტო. რატომღაც ის დავამოღამე რომ ახლა დავითაზე მიდის ირიბად ზეწოლა იქიდან გამომდინარე რომ თურმე სახში არის უწესრიგობა. მე ეს დავამოღამე ჩემი პატარა ტვინით როგორც საქმეობრივი და ეს არის თუ არა მაინტერესებს. ეს მე მეკითხები და დავითს ეკითხები. შენ. ხა? შენ ბონდო. მე ვალაგებ ჩემ ნივთებს. მოხვედი და ოთახებს სიარული დაიწყე, რომ სისუფთავე იყო თუ არა. არა, ხო და მაინც შენ ოთახში ვიყავი. დავამთავრე და მე გამეცი პასუხი. თავს უფლებას. დავამთავრე. შენ რატო აძლევ თავს უფლებას? გეტყვი რატო არ იყავი ჩემს ოთახში მაცეთ. ჰა? გეტყვი ყველაფერს ბონდო. რატო აძლევ ჯერ თავს უფლებას? თუ არ დამასრულებინე მე გაიგებ რასვი და არ მაინტერესებს მაო, შენი ლა სკეჩები. ლა შეგვიძლია გახვიდოთ ახლა გამიზნულად ხო არ ხდება შეკითხვა მისცა მე გამიზნულად შენ და ვის ვაშავებ არა მოკაი გავიდე რასაც შენ რასაწოები ვიხდი ოკეი არა ნახე და ვის ვაშავებ ეს ყველაფერი არის იმიტომ გაჟღერებული რომ დავითას აი ესე არა პირდაპირ ირიბად უკნიდან დანაჩარტყან ჩემი მართულებაში გააკეთე ეგა სადა ანუ ეხა ეს ამბობს რასაც ამბობს ისე გამოდის რომ ანუ შენ მე ვიყავი წინაკვირის ბოსი. მე რასაც ვიზა. ეხა არის ამ კვირაში ეს ბოსი. ზოგადად ირიბად საუბრობს. ეხა ინტრიგა ჩააგდო რაღაც რომელიც გეფიცები არის. რაც უნდოდა ზუსტად რომ შენ გაგეფიქრა, დაგეშვა ის მომენტი რომ
ბონდომ შეიძლება მსგავსი რაღაცა ისეთი ირიბათა ეს შორიდან ყური სად არის, აგერ არის ყური, როცა შემიძლია ყური სად არის, აგერ მოვიდა. ირიბად, ბონდო პირდაპირ კი არა ირიბად, აი ესე იძახი ამ ყველაფერს და გაჟღერე ეს მე რომ მდომებოდა ამის გარე, აქ შემომიყარა. შენ არ გიხება ხოლმე უმნები. პირველ დღე ხო არ. ბოს უნდა გადასცეს. დააფიქსირე შენი აზრი. ეს იყო ჯავახას პირადი აზრი და შეხედულება და აუცილებლად გასათვალისწინებელია და მან სადღაც არის ლოგიკა. ჩემი აზრი ის არის, რომ მე შენგან მსგავსი რაღაცა არ ჩამithვლია და არ მიმაჩნი ხარ, რომ ასეთ რაღაცა შეგიძლია და. მადლობა თუ ჯავახას აზრი გაჟღერდება, მე ჩვენ შორის სხვანაირად იქნება შემოწმება. ეხა გეცვი. აგერ გულახდილა და ჯიგრულად გიძმაო და ერთად და ვიყოთ ოთახში და. მე არ ჩამithვლი ხარ შენ ძმაო ასეთ ადამიანად, რომ ირიბად საუბარი გჭირდება ან შეგიძლია და. ეს ყველაფერი ჩემთან ახსენე. მე სრული ლეგიტიმური უფლება მაქვს იმისა, რომ ვიფიქრო ის, რომ ამას იმითო საუბრობ მომენტში რომ დავითამ დამიტოვა ესე. ხო ესეა. მომენტში ხო შეიძლება ვიფიქრო ეს აზრი შენი სიტყვებიდან გამომდინარე. შენ ხო, შენ ბევრი რამე უკვე იფიქრე. გასაგებია ყველაფერი. მორჩა დავამთავრეთ. ანუ ეს keep smiling, keep shining. ჯავახას პატარა ტვინი მოქმედებს ესე იგი. დაჟე მოქმედებს? ანუ ეგ დაასკვენი? ესე ავიღეთ ჯავახა, ესე დავფერთხეთ ეს ზედმეტი ნეგატივი ინფორმაცია. განიფანტა, განიდევნა მისგან და დაუბრუნდა ჯავახა თავის ხელს. და რომელი ლოგიკათა რა მიიღე? ანუ სიმართლე აღმოჩნდა, რასაც შენ ფიქრობდი, რა ეჭვებიც ქონდა? სამწუხაროდ. რა ეჭვები ქონდა? ანუ გამოდის რომ დავითას მე მასა ხო პროვოკაცია რაღაცას აქედან რაღაცას ვაცურებ, ჯერ დღეს ვეთხე და სხვა დაინახავს, ანუ მაგას მეუბნები. ირიბად. გავა გადაცემათ რომ ნახავთ. ესეთი შთაბეჭდილება დავშა, თითქოს ჯავახაც ცდილობს რომ დამაპირისპიროს დავითთან. და რატო წავიდა ეგ საუბარი შენი აზრით? იმიტომ რომ უკვე ნაბაზრია კამერასთან. და შენთან რომ გაიასნებინა ის რომ შენ არ გენახა გადაცემა ეგრევე რომ ვა რა სიბინძურია, მაგიტო დაგიწყო საუბარი მერე სიბინძურეზე. მარტივია დავით, ძალიან მარტივია. ორჯილური რო უთხია ეგ თემა და კიდე ჯავახს დამშვიდიო მე რაში მჭირდება ვაფშე რომ ეს თემა წამოჭრა არაფერში არ მჭირდება ვაფშე მთელი ინტრიგები ეხლა იწყება ხო აი შენი აზრით რას ემსახურება ბონდოს შემოსვლა ნახევარფინალში გახალისებას რამე კითხვის ნიშნები თუ გაქვს დავით ჩემ პირადი რჩევა არის სავარაუდოდ შენ იმის მერე დაფიქრდი ამ ყველაფერზე რაც ჯავახა აქ გისაუბრებოდა აქედან გამომდინარე, აგერ მარტო ნუ ზოგადად რა კითხვებიც გაქვს, ჯობია განიხილო ეს ბონდოსზე. просто ანუ ეს ხო ყველაფერი მომენატრება, ეს გარემო. მართლა ჯადოსნური სახლია ბონდომ როგორც თქვა მართლა ეს არის ჯადოსნური სახლი. უბრალოდ მაცხოვრებლები არ არიან. ჯადოსნური ტყიდან მხოლოდ და მხოლოდ. გაანალიზე მწვანე დროშების გადაცემაზე რა მოხდა. ეს იყო პროსტა, ანუ ეს იყო სირცო. ყალბადი ბომბი. როგორი სილაღე შემოიტანა ბონდომ, არა რაღაცნაირი თავისუფლება და ხალისი. მართლა მოსიარულე პოზიტივია ეს კაცი.